დანის ყიდვისას ფოლადის შერჩევაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ტარი რა მასალისგან შედგება და რაში შეიძლება გამოვიყენოთ ეს ყველაფერი. დღეს მინდა ვისაუბრო საქართველოში გავრცელებულ სამ ყველაზე პოპულარულ მატერიალზე, რომელიც დანების უმრავლესობაში გვხვდება. ესენი არის კომპოზიტური შედგენილი მატერიალები და დარწმუნებული ვარ თითოეულ თქვენგანს ერთი ან რამდენიმე მაინც აქვს სხვადასხვა დანაზე. ეს არის ჯიათი, ეს არის ეფერენი და ეს არის მიკარტა. ეხლა რა განსხვავებებია მათ შორის და რაში შეიძლება მათი გამოყენება. დავიწყებ ჯიათით. ეს არის მინაბოჭკოვანი ლამინატი, რომელიც შედგენილია მინაბოჭკოვანი ქსოვილის და ეპოქსიდის შერწყმის შედეგად. დამზადების ტექნოლოგია რო წარმოიდგინოთ, ეფინება მინაბოჭკოს ქსოვილი, ესხმება ეპოქსიდი, შემდეგ ისევ მინაბოჭკო და ასე შემდეგ. შემდეგ ეს ყველაფერი იპრესება, შრება და გამოდის საკმაოდ ძალიან მყარი მატერიალი, რომელიც უძლებს დიდ დატვირთვას, არგანიზმის დეფორმაციას, უძლებს დიდ ტემპერატურას და არის საკმაოდ მუშა ტიპი. გამოიყენება დანების ძალიან დიდ ნაწილში და თითქმის ყველა ბრენდი აქტიურად იყენებს. მეორე არის მიკარტა. მიკარტას დაახლოებით იგივე სისტემით მზადდება, ოღონდ მინაბოჭკოს ქსოვილისგან განსხვავებით, აქ გამოყენებულია ჯინსის ნაჭერი, ბამბა, ქაღალდი, შესაძლებელია მცენარეული ბოჭკოებიც. მოკლედ რომ თქვა, ეს არის იგივენაირი ლამინატი, ოღონდ ერთი განსხვავებით, რომ არ გამოიყენება მასში მინაბოჭკო. ეს იმას ნიშნავს, რომ ტემპერატურასთან შედარებით ბევრად უფრო მგრძნობიარეა და მისი სიმყარე დამოკიდებულია სხვადასხვა ქსოვილზე, ანუ ქსოვილებიდან გამომდინარე შესაძლებელია იყოს მყარი ან არამყარი. მესამე არის ეფერენი. ესეც საკმაოდ საინტერესო კომპოზიტური მასალაა, რომელშიც გამოყენებულია ერთმანეთზე შემდნარი ნეილონის და მინაბოჭკოს ნაწილაკები. უпростоრად მინაბოჭკოს ნაწილაკები არის ჩაყრილი დამდნარ ნეილონში, ეგრეა დამუშავებული, შემდეგ გამშრალი და ვიღებთ საკმაოდ გამძლე მყარ მასალას, მაგრამ ჯიათისგან და მიკარტასგან განსხვავებით ერთი პრობლემა ამას ის აქვს, რომ განიცდის დეფორმაციას, დიდი დაწოლისას და ასევე საკმაოდ მგრძნობიარეა ტემპერატურასთან მიმართებაში, ნეილონის თვისებებიდან გამომდინარე სწრაფად იწყებს დნობას მაღალ ტემპერატურაზე. ასე რომ თუ კი გადაწყვეტილების მიღებაში ეს ყველაფერი დაგეხმარებათ, გეტყვით იმას, რომ რაც უფრო მძიმე სამუშაოსთვის ფიქრობთ დანის არჩევას და ამ სამი კომპონენტიდან რომელიმის არჩევა გიწევთ, მაქსიმალურად მოერიდეთ ეფერენს, იმიტომ რომ დეფორმირდება, ტემპერატურას ვერ გაუძლებს და ასე შემდეგ, რაც თქვი, მაგრამ რეკომენდაციას უწევ მაგალითად ჯიათს. ამათ მიღმა კიდე არსებობს უამრავნაირი მატერიალი, ძვალი, ხე, უჟანგავი ფოლადი, სილიკონი, სხვა კომპანიების საავტორო მატერიალები, მაგრამ როგორც თქვი უკვე, ყველაზე გავრცელებული ესენია და მაგიტომაც დღევანდელი ვიდეო ეძღვნება ამ ყველაფერს. ეს იყო და ეს. საკმაოდ ინფორმაციული, მაგრამ მოკლე ვიდეო გამოგვივიდა. ძალიან გამიხარდება თუ გამოიწერთ არხს, გააზიარებთ ვიდეოს, თვითონ ვიდეო მოგეწონებათ და უფრო მეტად გამიხარდება თუ ეს მიღებული ინფორმაცია რამეში გამოგადგებათ და გადაწყვეტილების მიღებას გაგიადვილებთ დანის შერჩევისას. მადლობა.